მოგესალმებით. კომფორტულად დავსხევით, რომ კარგად მოგისმინოთ, რას მოგვიყვებით. წყალში ხომ არ არის საიდუმლო თქვენი ასეთ ფორმაში ყოფნის? წყალშიც აუცილებლად, იმიტომ რომ წყალს ვსვამ ბევრს ძალიან. დაახლოებით 2 ლიტრამდე დღეში. სწორია. სულ ასე იყო თუ ეხლა რა ჩვენი ხედვები? სულ ასე იყო, ბავშვობიდან ყოველთვის მიყვარდა წყალი. მე ესე გაზიანს და იმას ვერიდები არ ვსვავ, ტკბილ სასმელებს არ ვსვავ. მარტო წყალზე ვარ. კიდევ რას დააბრალებდით თქვენს? აი ამ ყველაზე მთავარი არის ეს მოდის ტვინიდან. ადამიანს თუ გინდა რომ იყო კარგად, აუცილებლად იქნები. არაფერი მიზეზი არ შეგიშლის ხელს ამისთვის. პირველ რიგში უნდა იყოს ძალიან კეთილგანწყობილი ყველას მიმართ. უნდა გიყვარდეს სიცოცხლე. ყველაზე მთავარი არის, უნდა იცოდეს სიცოცხლის ფასი, რომ ადამიანი არის წუთით ერთი წკაპ და აღარ არის. ამიტომ საჭიროა გაუფრთხილდე საკუთარ თავს და გაუფრთხილდე იმ ადამიანებს, ვინც შენს გარშემოა. ყველაზე ძვირფასი არის ჯანმრთელობა. ჯანმრთელობა თუ არ ახარ, არაფერი არ გიხარია, არც სილამაზე გინდა და არც არაფერი. ამიტომ საკუთარ თავს შენ თვითონ უნდა უკარნახო რა უნდა გააკეთო და მე ყველაზე ძალიან რას კარნახობთ თქვენ? იცი რა, მე ინტუიციას ძალიან უჯერებ სხვათა შორის. როგორ ხვდებით ინტუიცია რომელია? იმიტომ რომ ხო აი რაღაც არჩევანის წინაშე რომ დგახარ, ფიქრობ რომ აი რაღა გული ამას მეუბნება, მაგრამ გონება იმას მეუბნება. ასე ვქნა თუ ისე ვქნა. ინტუიცია რომელია, როგორ არკვევთ? ინტუიცია არის პირველი იმპულსი. პირველად რაც მოგივა თავში, აი ეს არის ყველაზე სწორი. ეხლა ჯანმრთელობის ზიგით კიდე აი ეს ვიზუალური მხარე, სხეული, კანი, თმა, რამდენი რამეა რაც მეტყველებს ჩვენს მდგომარეობაზე, ხო? რა თქმა უნდა, ამას ჯანმრთელობაზეც და თან ემოციურზეც და ასაკზეც და როგორ შეიძლება ეს ყველაფერი შენარჩუნდეს და გაიყინოს რაღაც ასაკში. იცი რა, მე მაინც ვფიქრობ, რომ ყველა ასაკს თავის სილამაზე აქვს. უბრალოდ უნდა თავს მოვლა უნდა უბრალოდ, უნდა გიყვარდეს შენი თავი. მე მაგალითად ახლა ვინც მიცნობს, ძალიან პრანჭია ვარ, არ ვალავ ამას. ნუ ყველა იციდის ამაზე, მაგრამ რა ვქნა, ჩემმა შედეგმა გაამართლა, ჩემმა მოქმედებმა. სახშიც პრანჭია. სახშიც პრანჭია ვარ, აი ყველა არის კუდებიან სიცილი. სახში რო შემოხვიდე, გაპრანჭული ვარ სახში. აი რო გაიღვიძეთ. აი რამო, კარგით, აი იმნესზე გახვეთ, მერე რა ხდება? მერე ხდება ის, რომ მე აი ყველაზე ციდება, ჩემი საუზმე რო იცოდეთ რა არის, არ დაიჯერებ. უნდა მოგვიყვეთ. კარაქიანი პური და ყველი. აგა შენად ღმერთმა. აბა ლიმნით აუცილებლად, მე ყოველდღე ლიმონს ვჭამ. აი შემილია ხა ავიღო და ვაშლივით შევჭამო ლიმონს. უზმოდაც? აი უზმო მიყვარს გიждდება. მაგრამ უზმოთ არა. უზმოზე ვცდილობ არა, აი რო ვისაუბრ. ჭამთ? კანიანა. ვაშლივითო და კანიანა ჭამ. კანიანა. ესე იგი ლიმონი ყოველდღიური ნაწილი. ძალიან მიყვარს კი, ესე იგი ამით როგორც ჩვენმა წინა რაღაც რეცეპტმა გვითხრა, თქვენს კუჭნაცლავს კარგ საქმეს უკეთებთ. პრობლემა არა, ხო. აი ეს საინტერესოა. ანტიოქსიდანტი წავიდა იქით, ხო? ფლორა გააცუფთავა. რა ხდება კი? კარაქიანი პური მშვენიერი ცხიმი ჭირდება ქალბატონს, ბეჯგუფის ვიტამინი ჭირდება, კალციუმი ყველიცაც ჭირდება. სილაც გვაქვს. მე ყავა. შემოვლაზე რომ შევდიოდი ხოლმე, ისეთი გაპრანჭული იჯდა. ისეთ ასხივებდა დადებით ენერგიას, აი ვერ გეტყვი. თქვენ წარმოიდგინეთ ხა სამანტყოფოშიც ნუ ხა ბევრჯერ მომხვედრილო, ხა ადამიანები ვართ, ხო და რო შემოდია ხოლმე ეს ამანტყოფი რანაირად არის? მე გაპრანჭული. გაპრანჭული იჯდა. ეს თქვენი ხასიათია და რა კარგია. პირველ ადგილზე მაქვს მოვლა, როგორ მდგომარეობაშიც არ უნდა ვიყო. მე თვითონ ვამზადებ 1000-ნაირ ნიღბებს. ანუ სახლის რაღაცები გიყვართ თქვენ? ძალიან მიყვარს სახლის რაღაცები, იმიტომ რომ აი ხა ბევრს ვკითხულობ ხოლმე, მაინტერესებს ძალიან. რა მუშაობს? ყველაზე მაგრად რა მუშაობს, იცი? აი იმ დიღაბს რო ვიკეთებ, აი ანათებს სახე, აი ისეთი ელემენტარული ხელის გულზე ერთი კოვზი თაფლი, ერთი კოვზი სავსე არა სოდა და ამას ვასხავთ ცოტა ლიმონი და კბილის პასტა 1 სანტიმეტრი სიგრძის დავადებ ამას და ცოტა 1-2-3 წვეთი წყალი და აი ესე აურევ ვისმე მთელ სახეზე, კი აგეწובה ცოტა ის კბილის პასტა ცოტა ის არის. მე 20 წუთში, 25 წუთში ჩამოვიბან და ისეთი ლამაზი ვარ, რომ ჩემთო
რომ ვიყურებს არ ვისვინე? აი მე ისეთი სასწაული, კბილის პასტა. მოხვედრის ამბი. ხელებზე შეგიძლია წაისვა, ათეთრებს ხელებს, კანს ათეთრებს, თუ კი რამეა ისეთი. რამდენი ხანი იჩერებთ? 20 წუთი, 20-20. კვირაში ერთხელ ვაკეთებ? კვირაში ერთხელ ვაკეთებ. მაინტერესებს აი ვარჯიშთან დაკავშირებით, ფიზიკურ დატვირთვასთან დაკავშირებით. აი როგორი ურთიერთობა გაქვს? არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს. მე რო ვიღვიძე პირველ რიგში ვიწყებ ლოგინშივე ვარჯიშს. ფეხები, ანუ თერფები მოკაჩე და აუცილებლად. ხარე. მერე ნუ ვარჯიშები, ფეხების აწევა, ისა ყველაფერი აბსოლუტურად. მერე წამოვჯდები ლოტუსის ფორმაში და ვიწყებ კისრის ვარჯიშებს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ აი აქ სისწარღვები გადის, აქ მერე ისა რა ქვია რაღაცეები ხმაურობს შიგნით მოძრაობის დროს და აუცილებლად ვარჯიში ჭირდება, ოღონდ ძალიან ნელა ვარჯიშობ, რომ რამე არ დავაზიანო, სადმე არ მოყვეს სისწარღვი იმაში. ნელ ვარჯიშებს ვიწყებ თავის დახრა, უკან გადახრა, გვერდზე და მერე ნელა თავის ტრიალი. მერე ვდგები იატაკზე და ვიწყებ უკვე ხელების აწევით და ფეხის ცერებზე დადგომა. ვერც არ ვაკეთებ, ჩემი ციფრია 9 მიყვარს, 7-ან 9. 9-ჯერ ვაკეთებ ყველაფერს აბსოლუტურად, ხო, ყველა ვარ. რა დროს მოითხოვს ეს დილის მე აი 5 წუთიც არ უნდა, 5-6 წუთი, აი როგორ უნდა დაგეზაროს დილას რომის. სამაგიეროდ მთელი დღე ვარ ენერგიაზე, მთელი დღე ვარ კარგ ხასიათზე. იმიტომ რომ უკვე ორგანიზმა გამოიღვიძა, მე შევდივარ აბაზანაში და მე საკუთარი თავის მოვლა. რომელ საათზე ბატონო? სხვადასხვანაირად, იმიტომ რომ მე ხშირად გადაღებებზე რომ ვიდვარ ხან 6 საათზე ვდგები, ხან 5 საათზე, მაგრამ ეხლა ერთ იმას გეტყვით კიდე საიდუმლოს. აი დილას მიწევს ადგომა, ხშირად გადაღებები მაქვს ხოლმე, რომ მოვდივარ გადაღებიდან 1 საათი აუცილებლად უნდა დავიძინო. სხვანაირად არ შემიძლია. და ამ გადაღების და დილის ადგომის მიუხედავად, მაინც ასრულებთ ამ დილის რიტუალებს? თუ მე რომ მოდიხარ და გაიგოთ, მე იწყება ეს. საუზმის გარეშე მე ჯერ არ გავსულვარ გარეთ. გამორიცხ შეიძლება არ ვისადილო, არ ვივახშო, მაგრამ საუზმე აუცილებელია ადამიანისთვის. საღამოს ჩვეულებრივად იძინებთ, ხო? რაღაც რიტუალების გარეშე. იცი რა, საღამოს ახლა გეტყვი, საღამოს ზოგჯერ ვიძინებ, ზოგჯერ ვერა. მე ძალიან ვარ კინომანიაკი ვარ. კინომანი. კინიერი. აი გიჟდები ფილმებზე, თუ კარგ ფილმს უყურებ, შემიძლია გავათენო გამე. მაგრამ არა უშავს, მეორე დღე შემიძლია ცოტა წავიძინო შუა დღეზე და უცებ მოვდივარ გონებაზე და წარმოვიდგინე ზოგჯერ შემიძლია 5 წუთში ისე გამოვიძინო, რომ მთელი ღამე რომ ეძინოს, ისე ვერ გამოვიძინებ. არის ხოლმე. აი, ესეც თქვენი საიდუმლო. ხო, მე ახლა იცი რა, ასაკი რო გემატება, ცოტა უნდა მიხედო თავს ღმერთმა დაგვიფაროს ყველა, რომ რაღაცა დაგავიწყდეს, ხო? ძალიან საინტერესო ისენი მაქვს თამაშები, ვარჯიშები. იქ კროსვორდები. კროსვორდი ერთი ვიცით, ეს დავუშვათ ყველას. აი დავუშვათ სიტყვა, ერთი სიტყვა, ხო? ერთი სიტყვისგან უნდა შეადგინო რამოდენიმე სიტყვა. ეს ძალიან კარგი ის არის ტვინის. და წერთ ხოლმე, თუ როგორ ხდება ამის. ხან თვითონ იმაშიც არის აპლიკაცია მაქვს იმაში ტელეფონში და უცებ ძალიან მიყვარს. ბატონო, თქვენი მაინც აი ყვების ქცევა, გადამწყვეტი როგორ? ყვება? მე ძალიან სწორად ვიყვებები. ჭამასა და ჭამას შორის არაფერს არ ვჭამ. დღეში ხანდისხან 3ჯერ, ხანდისხან 4ჯერ მიწევს ჭამა. რამე გააქვთ ყვებაში აკრძალული? ეხლა მე ტკბილეულს ნაკლებად ვჭამ საერთოდ, ფაქტიურად ამოღებული მაქვს მე ნამცხვარიც ისიც და მე თვითონ რა ვიცი, ეს აქედან მოდის ისევ, იმიტომ რომ საკუთარ თავზე ვიმუშავე ბევრი რომ ტკბილი არ მომინდეს. იმიტომ რომ ხილი ძალიან მიყვარს. დასკვნა ასეთი გამოვიტანე რომ კომპლექსურად ყოფილა ყველაფერი აუცილებელი იმისათვის რომ მიიღოთ ისეთი შედეგი როგორც ქალბატონ მანანას აქვს. მოგეთ გარეგანი მოვლა, შინაგანი მოვლა საკუთარი თავის და ცოტა მეტი პატივისცემა საკუთარი თავის მიმართ. საკუთარი თავის მიმართ მიყვანს უკეთეს შედეგთან, ვიდრე აქამდე ვიყავით. ძალიან დიდი მადლობა. მე რაღაცაში ხართ სამაგალითო და ამ ნაწილშიც რამდენი სასარგებლო ინფორმაცია გაგვიზიარეთ.